მოგესალმებით. შოკი გამოვრთე. პირველად უნდა ჩავთვალ ახლა ჩემი ახალი განათება. ჩამოვიდა ჩემი ამანათი და ნახოთ კონი ესე ჯობი არა? ეს მე მგონი ღამე იქნება კარგი. მე მინდა ყვითელი. თვალები ამიცრემლიან და იმიტომ რომ პირველად გამოვიყენე ეს ტუში და მე მგონი ეს ტუში არ ვარგა. რაღაცნაირი ტუში კი არა, თვითონ სითხე არა, ფუნჯირა, ისე არ ვარგა. ახლა ცოტა ამიცრემლიანა თვალები. როგორ ხართ? მოგესალმებით ყველას. ძალიან მომინატრეთ. ეს გავუღვიძე დილის 5 საათზე. გუშინ ისე მოხდა რომ ძალიან ადრე დამეძინა. ბავშვებს დავაძინე და ესე გეგმა ხოლმე რომ ბავშვებს დავაძინებ. წყლაზე ვიძინებთ არა. წყლაზე ვაწვენ, ხან ცოტა ადრე ხა დღე რო გაიზარდა. ცოტა გადავწდებით ხოლმე ამ 9 საათს, როცა იზრდება დღე. მოკლედ ბავშვებთან ერთად დამეძინა. და დავრჩი ესე. ძუხელ მინდოდა რაღაცების განყოფა და არა გავხსენი ყველაფერი, მაგრამ მოკლედ ყველაფერი ახალი შევუკვეთე. განათება, ცალკე ამ განათებაზე ხო ვამაგრებ ხოლმე მობილურს, მაგრამ ისედაც მინდოდა რომ განათების გარშემო მქონოდა ეს და ცალკეც შევუკვეთე და კიდევ ესეთი მეგონა ზუსტად ესეთი იქნებოდა როგორც ადრე მქონდა, მაგრამ უკეთესი აღმოჩნდა ესეთი მობილურის დამჭერი და ეს არის კიდევ როგორც ვიცი სელფი ჯოხი ხო მეცი არ გამიხსნია, არ ვიცი როგორ იხსნება ეს სანამ მივხვდები მე მეგონა ეს ზუსტად ესეთი იყო როგორც წინაზე მქონდა მაგრამ არ ყოფილა ზუსტად ესეთი. წინაზე რომ მქონდა, იმას ეს ფეხები მქონდა ისეთი, რომ შეგეძლოთ აქეთ გადასადგამიც იყო რა. ეს უბრალოდ სელფი ჯოხი ყოფილა. კარგი, ეს მიკროფონადაც გამოდგება. ხო, მიკროფონის მისამაგრებლად. და ყველაზე მთავარი, რაც ძალიან მინდოდა. მიკროფონი. აი, ასეთი. ეს ალაგია. ძალიან მინდოდა ვარდისფერი. აღაწყობე ხა ამას მე. მოკლედ მე გავიმზადე. ადრე ვიღვიძებ ხოლმე. და პირველ რიგში მე ვიმზადები. ეს უნდა გავუკეთო. თურმე ისე შტულად უკეთდება ესეთი. ძალიან მინდოდა ესეთი პინკი ღია ვარდისფერი. ხო, მობილურის განათება, მიკროფონი ახალი დასადგამი, დამჭერი, მოკლედ ყველაფერი რაც მჭირდებოდა. ვიყიდე და ახლა მჭირდება სავარძელი. სავარძელი და ალბათ ვიყიდე კიდევ ესეთ ხურსასმენებს, რომელსაც მიკროფონი ცალკე აქვს ექსტრიმებისთვის. დიახ. არ ვიცი მithქვამს თუ არა თქვენთვის. როცა ბევრს დავდივარ ძალიან ზედმეტი თუ ვიარე, რამე მძიმე თუ ავწიე, ძალიან გადავიღალე ფიზიკურად ეს ჩემი დრავმა მახსენებს თავს. ასევე მაშინ როდესაც მქონდა სტრიმები ჩართული და რო ვიჭიქი
დიდხანს რო ვიჭექი სკამზე, არ იყო მოსახერხებელი და მე მეორე დღეს მაწუხებდა. 1-2-3 დღე მაწუხებდა ეს. თუ ვთქვათ 1-2 საათი ესე ვზივარ. ხო, ესეთი პრობლემა არის კი. ამიტომ ცოტა მეტად მინდა რომ გავუფრთხილდე და უფრო კომფორტული გავხადო ჩემი ნახეთ კარგი 2 ცალია 2 ცალი არის 2 ცალი არის იმიტომ ნახავთ სულ მგონია რომ აი ეს მიკროფონები და ეს რაღაცები არის ჩემი ბავშვობის ოცნებების ასრულება. ბავშვობაში ვოცნებობდი მიკროფონზე, და ჩვეულებრივ მიკროფონზე. და მინდოდა რომ ესე მჭიროდა რომ მღეროდი ხოლმე. ხო, ისეთი მიკროფონი ხო მაქვს სტრიმებისთვის, რაც გამომადგება. ეგ მაქვს. ესე ორივეს გავუკეთებ. ხო და შემოკარგებო. ესე ეს დირექტ თვის ბოლომდე არ მაქვს ესე დაგეგმილი სისტემატიურად. ესე გადავწყვიტე რომ თვის ბოლოს დავიწყებ სისტემატიურად ვიდეოების გადაღებას. ხუმბულები მივამაგროთ ახლა ესენი. მაგრამ მე მგონი ვერ ვითმენ. რაღაცა მაქვს კიდე რაღაცები გეგმაში და იმიტომ სავარძელი მინდა. სავარძელს ვაპირებ რომ ვიყიდო. და თქვენი ლიკონა სტრიმებსაც არ მოგაკლებთ. ძალიან მიყვარს მე სტრიმების წაყვანა, უბრალოდ ესე არ ვეკიდები ახლა რო გითხრათ რომ ხო და დავფიქრდი მაგაზე და რაღაცა სამყაროს მინიშნებებს და რჩევებსაც დავუკვდებ ცოტა ყურს. და კიდე 1-2 ადამიანის რჩევას, რომელიც რაღაცა იმას ხედავს ისეც, რასაც მე ვერ ხედავ ეთყობა საკუთარ თავში. ან ხედავ, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვნად არ ჩავთვალე რაღაც მომენტებში. აი. გარიცელია. კარგი. ახლა ეს დამჯდარი იქნება ნეტა, ახლა ჩავხდოთ ჩვენ ეს და გავიგოთ როგორი ხმა აქვს. მოგესალმები, მე ლიკა ვარ. 37 წლის ოთხშვილის დედა და მეც მაქვს ოცნებები, მეც მაქვს სურვილები, მეც მინდა რაღაცები გავაკეთო, რაც აქამდე ვერ გავაკეთე. ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ ის დრო არის, როდესაც უნდა განვახორციელო რაღაცები, რაც მინდა, რაც მიყვარს, იმიტომ რომ ამდენი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ მე სწავლა რაღაცები. ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და ბედნიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მეც მაქვს ზევდის მიზეზები, როგორც ყველა ადამიანს. ყოველთვის მინდა ამას ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ ხშირად მოდიან ჩემთან ადამიანები. იქნება ეს სტრიმზე თუ ვიდეოს ქვეშ კომენტარის სახით და მეუბნებიან, რომ სერტიანი თვალები გაქვს, ისე უბრალოდ ყველა ადამიანს შეიძლება ისე არ ქონდეს მეტყველი თვალები ან სახეზე არ ეტყობოდეს ახლა დიდად. თუმცა მე უმეტესად ვამჩნევ, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ძალიან ისეთი თვალები ქონდეს მეტყველი და სულაც არ გინდოდეს, მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც მართლა სახეზე ეტყობა უკმაყოფილება, სიხარული, მოკლედ ჩემი ემოციები ძალიან გამოხატული არის ჩემს მზერაში და გამომეტყველებაში, რასაც ვერაფერს ვერ მოვუხდი. მივადგეთ მთავარ საკითხს, მთავარ თემას, რომელზეც მინდა რომ დღეს ვისაუბრო. ეს არის გარეგნობა. რადგან განათება დავდგიათ და მოდი ცოტა ავუწიოთ
აი ასე. ნელ-ნელა ავუწევ თვალებზე ძალიან ისე მანათებს და მიჩვევა უნდა მოკლედ. ხო. ხშირად ბოლო დროს ძალიან ხშირად მხდება ხოლმე ისეთი ვიდეოები, სადაც გარეგნობაზე არის აქცენტი. კომენტარებში შეიძლება ვიდეოში არ იყოს აქცენტი, ნახეთ. სულ სხვა თემაზე იყოს საუბარი, მაგრამ ადამიანი, რომელიც საუბრობს, გამოიყურება ისე, რომ ის იქცევს ყურადღებას იმ ადამიანებისას, განსაკუთრებით, რომლებსაც ყოველთვის უნდათ ხოლმე რაიმე რჩევის მიცემა, ასე დავარქვათ, რაიმე კომენტარის გაკეთება, რაღაცა გარეგნულ ისეთ დეტალებზე. ეს ადამიანები აკრიტიკებენ ხოლმე გოგოებს, რომლებსაც აქვთ გრძელი ფრჩხილები, აქედან დავიწყებთ, რომ პირიქითაც ხდება. ასევე რაღაცა ლამაზი ძანძამები, დაგრძელებული თმა, ხო ხდებით, ძირითადად ახისიანებთ ხოლმე ეს ძალიან გამოხატული, ვთქვათ, კვეთრად. როცა ზრუნავს ვიღაც საკუთარ გარეგნობაზე ამბობთ, ახის გაღიზიანებას იწვევს. რატომღაც. ასეც დავაკვირდი. ისიც, რომ ვიღაცას აქვს დაგრძელებული თმა, ფრჩხილები, წამწამები, ტუჩები გადიდებული, ან წყლის კოლექცია აქვს გაკეთებული, არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცა ჩარევები, რაც ადამიანმა გააკეთა, იმიტომ რომ თავი უკეთესად ეგრძნო და უფრო ლამაზად ეგრძნო თავი, ან არ ვიცი, სხვადასხვა მიზეზები არის და ეს ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადად რა არის მიზანი? მიზანი არის, რომ ადამიანი უკეთესად გამოიყურებოდეს. ისედაც ლამაზი შეიძლება არის, მაგრამ უნდა რომ რაღაცები შეცვალოს, იმიტომ რომ უკეთესად იგრძნოს თავი. ხო, ასეთ ადამიანებს, გოგოებს ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე და შეიძლება ჩვენ ძალიან ჩვეულებრივად ზოგადად გარეგნობის აღწერაზე ჩვეულებრივად მთელი ცხოვრება რომ ძალიან მარტივად გეტყვის ვიღაც, რომ აი თმა ესე გაქვს, აი რაღაცა სახისკანი ესე გაქვს, აი წონაში მოიმატე ან გახდი, ხო ეს ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა იყო ადრე და დიდად განა არ ვაქცევდით ყურადღებას, განა არ ვგრძნობდით დისკომფორტს, ან სიამოვნო შეგრძნებები არ მქონდა, ან ცუდი ფიქრები. უბრალოდ ისინი მძაფრად ეტყობა ესეთი ემოციური მდგომარეობა მაინც არ მქონდა, ან უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთებოდა ალბათ, არ ვიცი, მაგრამ ახლა პრობლემა არის ისიც, რომ გარეგნობაზე ზრუნავენ ადამიანები, ვისაც აქვს საშუალება უფრო კარგად უვლის თავის თავს და პრობლემა არის ისიც, რომ მაგალითად არ გაქვს, ასე ვთქვათ, მე ახლა ჩემი გემოვნებით გავაკეთებდი, არ მაქვს პრეტენზია, რომ რაღაცა მაკიაჟის გაკეთება ვიცი, ან რაღაცა სახის ისე გალამაზება, თუმცა რასაც ვაკეთებ, მე მომწონს ჩემს თავზე და მირჩენია ესე ვიდრე როგორც ვთქვათ, სხვადასხვა ვიდეოებს უყურებ ხოლმე და იქიდან შეიძლება ბევრი რაღაც ისწავლა და გადმოტანა. და როგორც იმ გოგოებს აკრიტიკებენ, ისე გოგოები ძირითადად, თუმცა ბიჭებსაც არ ეზარებათ, მინდა გითხრათ კომენტარების წერა. აკრიტიკებენ ასევე გოგოები, ისინი, რომლებიც არ ვიცი, აქვთ საშუალება რომ უფრო კარგად მოუარონ თავიანთ თავს, ისეთ გოგოებს, რომლებიც ნაკლებად და ხდება ისიც, რომ იმ გოგოებსაც აკრიტიკებენ, რომლებსაც ვიღაცას აკრიტიკებენ, რომ თქვა, ტუჩები რატო გაიდიდე, ისე უფრო გიხდებოდა, ვიღაცას არ აქვს გადიდებული ტუჩი, მაგრამ მეუბნებიან, აი რომ გაიდიდო ტუჩი უფრო, აი ბრეკეტები რომ გაიკეთო უფრო კარგად. და
მსგავსი კომენტარები. ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორც არ უნდა გამოიყურებოდე ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს გარეგნობას მოუძებნის ნაკლს, ან შენს ქცევას, ან შენს აზრს არ დაეთანხმება, ვიღაც დაეთანხმება, ვიღაც არ დაეთანხმება, ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც შეგახსენებს, რომ ზედმეტი კილოგრამები გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ შენ თვითონაც იცი ამის შესახებ. ანუ მე ახლა ამ საკითხს უფრო მტკივნეულად აღვიქვამ და საერთოდ მგონია, რომ ადრე ესე კარგად არ მესმოდა, რას ნიშნავს ზედმეტი კილოგრამები, თუმცა ახლა საკუთარ თავზე გამოვცადე, ვინც ბავშვობიდან არის, თქვათ, ვინც ბავშვობიდან არის პუტკუნა და აქვს ზედმეტი კილოგრამები, იმათთვის შეიძლება სხვანაირად და ვერც ვისაუბრებ, მე მარტო იმაზე მინდა ვისაუბრო, რასაც მევგრძნობ. არც არასოდეს ყოფილვარ ისეთი ძალიან გამხდარი, რომ ვთქვა, ძალიან გამხდარი ვიყავი, მაგრამ არც ზედმეტი, თქვათ, წონის პრობლემა მქონდა. შეიძლება ვიღაცისთვის იყო, მეც ანუ ადრე სკოლის პერიოდში, ჩემთვისაც ვთქვათ, რა ილოყები რაღაცა ჩაგიფუტკუნდა, რაღაცა, აი ცოტა მივუმატე, მაგრამ ეს იცით როგორ დონეზე იყო, აი ზამთარში რომ რამოდენიმე კილოს ვიმატებდით და რო დათბებოდა უკვე, რო ვიკლებდით, იმიტომ რომ ჩვენ როგორც კი დათბებოდა, ძალიან ისე ზამთარშიც ალბათ, მაგრამ ზაფხულში ძალიან აქტიურად ვცხოვრობდით. მე მახსოვს, მოკლედ მე ხარ რასაც ვადარებ ჩემს ვთქვათ იმ პერიოდს ბავშვობის, მოზარდობის და შემდგომ კიდე რამოდენს სანამ შვილები გამიჩნდებოდა ძალიან აქტიური ცხოვრობდი. აქტიურ ცხოვრებაში ვგულისხმობ, რომ სულ მოძრაობაში ვიყავი. სახლში არასოდეს არ ვატარებდი იმდენ დროს, რომ მეფიქრა ისეთ რაღაცებზე. მოქმედებაში მომყავდა, აი ვთქვათ, რაღაცა მინდა რომ გავაკეთო. არასოდეს არ გადავდებდი იმას, ავდგებოდი და ვაკეთებდი. სადღაც მინდა წავიდე, ვთქვათ, არ მაქვს ფული, მივდივარ ვმუშაობ, სადღაც ყოველდღიური ხელფასი მაქვს. მახსოვს ახლა როგორ ვაგროვებდი ხოლმე და პირველი ტელეფონი როგორ ვიყიდე, 10 ლარი მქონდა ხელფასი. აი, არ ვიცი როგორ უნდა ახსნა, როგორი ბედნიერების შეგრძნება მქონდა, როდესაც ვიყიდე პირველი ტელეფონი. ყვითელი, ესეთი ყვითელი ნოკია, გახსოვთ ალბათ, ვისაც ნოკია გქონდათ მსგავსი, იქნებოდა თქვენს. სადაც შეიძლებოდა ინტერნეტში შესვლა, აი, რო დაიწყო ბრაუზერი რო გქონდა და აი, რო შედიოდი, რო წერდი, ვთქვათ, ვებ გვერდს და რო შეყავდი, აი, ენი რო უნდა დაგეწერა წინ და ისე უნდა შესულიყავი. ჩატებში შევდიოდი ხოლმე, რაღაცა გაცნობის ჩატები რო იყო, კიდე რაღაცა მუსიკალური ისინი, რადიოს უსმენდი ხოლმე. წარმოიდგინეთ, მანამდე რადიო ძალიან მიყვარდა ყოველთვის ხალხო. ახლა ეს წლები, რაც პატარები მყავს დიდად არ მომისმენია. მოკლედ მახსოვს ეს პირველი სიხარული, საკუთარი ხელით გამომუშავებული თანხით, ნახით და მოკლედ ისეთი სიამაყით 2 თვე ვაგროვებდი. დავიწყე გაზაფხულზე, სადღაც მაისში და ზაფხულში უკვე ვიყიდე ახალი მობილური, მანამდე მქონდა BBS ნაჩუქარი მობილური, რაღაც Siemens-ი, მგონი Siemens-ი ნოკია და ის რაღაცა კამერა რო არ ქონდა და უბრალოდ დარეკვა და მესიჯების წერა შეგეძლო, აი ესეთი მობილურები მქონდა და ეს იყო ჩემი პირველი მობილური, რომელსაც ჰქონდა კამერა, რომელსაც ინტერნეტში შეხვიდოდი მოკლედ და ძალიან მიხარდა. ხო, უფრო აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ესე ზოგადად ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ვინც ადრე ცხოვრობდა აქტიური ცხოვრებით, დღესაც ესეა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რაღაცები სხვანაირად განვითარდა. და დიახ, დღეს ვფიქრობ, რომ იმ ყველაფრის მერე რაც და როგორც იყო,
დადგათ რომ იმის რომ მე ვიცხოვრო, მე ვერ გადავდებ ჩემს ცხოვრებას. კი, ჩემს პასუხისმგებლობებს, ვალდებულებებს და რაც აუცილებლად უნდა გავაკეთო, რა პასუხისმგებლობაც ავიღეთ, არის არ არის უბრალოდ პასუხისმგებლობის გამოცმოდებულს ყველა თქვა. არამედ იმიტომ რომ ეს არის ინსტინქტი, ძირითადი შვილებზე სრულობა და სიყვარული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის. და ამ სიყვარულის შეგრძნებისთვის, უფრო შეგრძნებისთვის და უფრო ვთქვათ მადლიერების გრძნობა რომ გაგიჩნდეს, ამისთვის აუცილებელი არის რომ რაღაცნაირად რეალისტი ადამიანი. სანამ ჩავთავდი კამერას, თავს ვიწესრიგებდი. შეხვდა ვიდეო ასეთი რუსულენოვანი გამოწერილი მაქვს ერთი გვერდი და ეს ქალბატონი რაღაც საინტერესო რაღაცებს ლაპარაკობს ხოლმე და კარგი არის იმისთვის, რომ ადამიანმა რაღაცა კარგი აზრი დაიჭიროს საკუთარ თავში. თუ ვთქვათ, არის ვიდეო, რომელიც შენთან საერთოდ არ რეზონირდება და არ არის შენი თემა და მე ისე გადავრთავ ხოლმე, ეს მე არ მეხება, ვიცი, უკვე მივედი იქამდე. რომელი საკითხი მეხება და რომელი არ მეხება. უბრალოდ ცნობის მოყვარეობისთვის თუ უსმენ და ვუყურებ კი, მაგრამ ახლა რადგან საკუთარ თავზე ვმუშაობ და მინდა რომ რაღაცა საკითხებში კარგად ვერ ყვეოდე, საკუთარ ხასიათში, უნარებში, რა პრობლემები მაქვს და ასე შემდეგ. ამიტომ ვცდილობ რომ ის საკითხები, რომელიც მე მეხება და რომელზეც რეაქცია მაქვს, სწორედ ამ საკითხებზე გავაკეთო აქცენტი. და იქ იყო რა გიშლის ხელს რომ რეალისტე, ამ თვით გამოხატვაში რა გიშლის ხელს. რა გიშლის ხელს რომ უბრალოდ გააკეთო ის გაკეთებაც გინდა და კითხე შენ თავს და უპასუხე. ეთქავარესი და უპასუხობ ჩემ თავს, აი მაგალითად დილით რომ მივიწევ, აი ეს მიშლის ხელს და მაგა ყველაფერს არ ვამბობ. აი მაგალითად საღამოს, აი ამან შემიშალა ხელი და თურმე ამ აზრების დაფიქსირება საკუთარი თავისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა. ეს ვიდეო რო შეხვდა, მე უკვე სანამ შეხვდებოდა ეს ვიდეო, რომ გავიღვიძე, ესე ვიწრიალე ლოგინში ავდექი, მე ისო დავწექი 5 საათი, აი 5 საათზე რა უნდა არ მაქვს ახლა განწყობა, რომ თუნდაც წიგნი ვიკითხო, რომელიც ესე გადადებული მაქვს. თუმცა პირობა მივეცი ჩემ თავს, რომ ამ წიგნებს აუცილებლად დავუთმობ დროს, იმიტომ რომ ძალიან ჭირდება ეს საზრდო აუცილებლად. ხო ეს ისე და ეს უბრალოდ მაგალითი მოვიყვანოთ, რომ შეიძლება ნემე სხვა რაღაცის გაკეთება უნდა და ხო ფილმის ყურება სიტყვაზე და აი რაღაცა საყვარელი ფილმის ნახვა უნდა და მე მაგალითად ის ადამიანი ვარ, რომელიც ფილმს გასართობად არ უყურებს. ძალიან უნდა მიიტოდეს, ძალიან უნდა მაინტერესებდეს. არ უყურებ, იმიტომ რომ მოწყენილი ვარ ფილმს. თუ მოწყენილი ვარ, შეიძლება რამე სხვა ვაკეთო, ვინცახი დავალაგო. მაგრამ ფილმის ყურება მიყვარს მაგალითად იმიტომ, რომ რაღაცას შეგრძნებებს, ემოციებს განვიცდი და მინდა რომ თქვა აი დღეს ემოციური. ამდენს ვლაპარაკობ, მიკროფონს ვუყურებ, ხო მუშაობს, ხო ჩართულია, არ შემოწმია და ამდენი ხარით ყველა თუ ვლაპარაკობ და ჩემი ხმა არ ისმის, მე თქვი შენ ლიკუდა. როგორ მიხარია ეს მიკროფონი და ესე მგონი აქ ვიტკები და ვილაპარაკებ სულ. კარგი, ხო და საქმე ის არის, რომ ეს ვიდეო შეხვდა, როდესაც უკვე ავდექი. მანამდე საკუთარ თავთან მქონდა დიალოგი. იქნებ დღეს ჩაწერილი ვიდეო, იქნებ დღეს დაიწყო, მოდი არ დაველოდო თვის ბოლოს. იქნებ დღეს არის ამის დრო. იქნებ ახლა კიდე იქნებ თუ გაიღვიძე. არა, სხვა რაღაცა მისესით გაიღვიძე, მაგრამ მოდი გამახსენდა ის მინუსი თუ არის რაღაცა პლუსად გადააქციო და აი დღეს დილით მინუსი იყო რაღაცა და ვიფიქრე რომ მეთქი მოდი რა თვის ბოლოს არ დაველოდები და მოდი დღეს დავსვამ აი ამ ერთ ხაზს და იქნება პლუსი.
და გახდა პლუსი. მე შეხვდა ეს ვიდეო. რა გიშლის ხელს თვით გამოხატვაში, იმის კეთებაში, ისე გაკეთებაც გინდა. უამრავი რაღაც, მაგრამ არის თუ არა ეს შენი თვით გამოხატვის სურვილი და ეს შენი თუნდაც უნარი, ნიჭი, იმდენად ცოცხალი შენში, რომ აღარ საჭიროებს მოცდას. მოკლედ აი ამდენი რაღაცის მერე მივხვდი, რომ ჯერ მე თვითონ მივედი ამ დასკვნამდე, მოვედი, მომიწესრიგე ამას ისედაც ვაკეთებ, სანამ ბავშვების ვთქვათ სკოლაში და ბაღში წაყვანის დრო დადგება, მე მაქვს 1 საათი გამოყოფილი ჩემი თავისთვის, ხო და ახლა 2 საათზე მეტი მქონდა. 6-ზე ავდექი და 8 საათამდე მაქვს დრო. ხო, გარეგნობაზე ვსაუბრობდი და სად მოვედი. ანუ ყველაფერი გარეგნობაზე სრულდება, იმ საქმის კეთება, რომელიც გინდა აკეთო, თვით გამოხატვა, განვითარება, არ ვიცი, ბევრი რამე, ისი გაკეთებაც გინდა იწყება სწორედ იქიდან, რომ შეგეძლოს, რომ უყურო შენ თავს სარკეში. და კამერაც იგივე სარკეა, ხო, რომ თავ ამ კამერას უყურებ ჩემ თავს და არის ხოლმე, რომ ამ დღეებშიც ჩავხდე კამერა და გამოვიდე. ყოფილა ესეთი შემთხვევა. რა შეიცვალა ახლა განამის სხვა ადამიანი გავხდი, ან უფრო ლამაზი გავხდი ან რაღაცა. არა. ისევე იგივე ვარ, ვინც ვიყავი და როგორც გამოვიყურებოდი, ну შეიძლება ცოტა უკეთესად ახლა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. შეიძლება ცუდად მეძინა ან რაღაცა, თუმცა ბოლო დროს ძალიან კარგად მიცინავს და დროულად. ხო და სტრიმებს და რაღაცებს რო დავიწყებ, ამასაც თავისი განკუთვნილი დრო ექნება, მაგ ყველაფერს ჩამოვძერ და ძალიან ისე მივუდგები, რომ ისეთ დროს იყოს, რომ შევძლო სისტემატურად ვაკეთო. ჩემ ძვირფასო, თუ ფიქრობ, რომ გამოჩენა გიჭირს, ამიტომ იკავებ თავს. ან თუ ფიქრობ, რომ ნარციზები კარგი ხმა გაქვს, ან ნარციზები კარგი მეტყველება, შეიძლება ცოტა ამაზე რაღაცების გაკეთება და თავი პრობლემა ალბათ მაინც ეს არ არის, არამედ რაღაცა შინაგანი. ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაიწუნებს შენს გარეგნობას, ან გარეგნობას თუ არა შენს ხმას, შენს არ ვიცი ქცევას. არ ვიცი, უბრალოდ უმიზეზოდაც კი შეიძლება, რომ ვიღაცას არ მოსწონდე და ამის გამო თუ გაჩერდები და არ გააკეთებ იმას, ისე გაკეთებაც გინდა, მაშინ უფრო მეტი პრობლემები იქნება. თუმცა ალბათ ესეც უნდა გაიაროს ადამიანმა. მე ძალიან კარგად გავიარე ყველაფერი. ხო. და რა მიშლის ხელს, ვკითხე ჩემს თავს და მე ვუშლი. შენ თვითონ ვერ უწესებ, ხო, საიდან გამახსენდა, ხო ვიხსენებდი ხალხო იმივდი. ერთი ასტროლოგი არის და ხშირად ხდება, გამოწერილიც არ მაქვს, მე მგონი არ სულა გამოწერა. იმიტომ რომ რამოდენიმე მეშლება ხოლმე, იმიტომ რომ რამოდენიმე არხი არის და ხდება ხოლმე ვერძებზე და რაღაცა ამთვის გახევა იყო, შეიძლება ეხლა ეს ვიღაცისთვის არასერიოზული არის, მაგრამ რაღაცა მინიშნებებს ვუკვდებ კურს, ასე ვთქვა და ვსკროლავ და შეხვდა უცებ გავჩერდი. რეალურად რატო ვჩერდები? იმიტომ რომ ამ ქალბატონისგან მოდის სითბო. ეს მაჩერებს, რამე ისიც ვერ ვიგებ ხა იქ, რომ მე არ მაინტერესებს ყოველდღიური პროგნოზი და არც ყოველთვიური. იშვიათად. მე უფრო სხვა რაღაცებით ვინტერესდები ხოლმე და ანუ ზოგადად შეიძლება ვთქვათ რაღაცა ნიშნების მახასიათებლები ეს ის, რამე ისეთი სიახლე თუ არის, რაღაცა ისეთი მოვლენები თუ არის, ესეთ რაღაცებზე ვინტერესდებ, მაგრამ ყოველდღე რო გითხრათ, რომ ასტროლოგი დაინტერესებული ვარ და ასე ვუსმენ და არა. უბრალოდ გავჩერდი, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოდ საუბრობს ეს ქალბატონი და თან რაღაცას ვაკეთებდი და ისეთ მომენტში გავჩერდი,
რომ ამბობდა ვერძებო რა გიშლით ხელს და მეთქი რა ხდება დღესაც რამდენიმე ბოლო დღის განმავლობაში სულ ეს იყო თქვენ თვითონ ზღუდავთ მე ხა ქართულად ვამბობ ის რუსულად ამბობდა თქვენ თვითონ უწესებთ თქვენს თავს საზღვრებს ანუ აქ იყო საკითხი რაღაც ნაბიჯების გადადგმაში და რაღაცა საქმის კეთებაზე იყო აქცენტი და არა სხვა რაღაცაზე იმ მომენტში ამაზე იყო და რა გიშლით ხელს კითხვა და შემდეგ პასუხი თქვენ თვითონ უშლით თქვენს თავს ხელს იმიტომ რომ თქვენ თვითონ გააჩერეთ თქვენ თვითონ უთხარით თქვენს თავს რომ აი ამას ახლა ვერ შეძლებ მაგრამ არის თუ არა ის რეალურად ესე კითხეთ თქვენს თავს და გუშინაც ვეკითხებოდი დღეს თვითონაც ვკითხებ დიახ ძალიან ხშირად ყოფილა ადრეც სამზარ არხს გავაკეთებდი მანამდე რამდენჯერ არა რაღაც ეჭვი როგორც კი აზრი იბადებოდა ეჭვი შემქონდა არა ეჭვიც კი არ შემქონდა განა არ მჯერა იმის რომ რაღაცის გაკეთებას შევძლებ არა ემოციურად ვდგები აი რა ემოციებს მივიღებ რას ვიგრძნობ რა უარყოფითი შეიძლება ის ცხოვრებაში რომ უკვე დაიღალე მოკლედ რაღაცა ხო ეძებს იმშვიდეს და უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა როცა რაღაცა საქმეს აკეთებ ამას ყოველთვის ჭირდება ემოციური სიმყარე ყოველთვის ჭირდება სიძლიერე ემოციური და როდესაც ისეთი პერიოდები გაქვს მე მიმაჩნია რომ მაინც სწორად მოვიქეცი ის რომ დავისვენე მართლა დავისვენე თუ მჯეროდეს დავისვენე გეფიცები დავისვენე იმიტომ რომ ძალიან ისე თვითკრიტიკულად ვდგებოდი თუნდაც თითოეულ ვიდეოს რომელსაც ვიღებდი რომ წერდი ხოლმე არ მომწონდა ყოველთვის რაღაცა არ მომწონდა კი ამას არ ვამბობდი ესე მაგრამ დავარეკო ის არის რომ მე ამას საკუთარ თავს ვეუბნებოდი სულ ვეძებდი რაღაცას რომ სხვა ადამიანებთან არ მიქცევი ასე საკუთარ თავს ვექცევი ასე ხო და მე ვფიქრობ რომ საკმარისი არის ეს ჩარჩო რომელშიც მე თვითონ ვერ მოვაქცია ასე ვთქვათ ჩემი სურვილები საკუთარ თავს არ ვამბობ ჩემი სურვილები და ჩემი ცხოვრების ის ნაწილი რომელსაც ასე ძალიან უნდა რომ გამოიხატოს თავისი თავიდან აღარ მინდა რომ ესე შევსკუდო ხო და თვითონ მე არის ვისაც რაღაც გაკეთება უნდა და ფიქრობს რომ დღეს არც ისე კარგად გამოიყურება ან უნდა დაიკლოს ან რაღაცა უნდა გავამაზდეს ან უფრო უნდა დაჭკვიასდეს ეს ჩემთანზე ამბობ არ გიწყიდოთ ვინმეს ან უფრო კი თუ ადამიანს ისეთი პერიოდი აქვს რომ რაღაცა უნდა გადალახოს რაღაცა დაბრკოლებაში იმყოფება და ამის გადალახვისთვის აუცილებელი არის განმარტოება, დაფიქრება, გაანალიზება, კი ეს სხვა საკითხია მე ვამბობ, როდესაც ადამიანი უკვე არის ისეთ ფორმაში, რომ შეუძლია რაღაცას გაკეთება, მაგრამ აირჩია ეს პოზიცია, მოდი ჯერ კიდევ ესე ვიქნები რა, მოდი იქნება და აი ხვალ უფრო ლამაზი ვიყვა. აი ხვალ იქნება და ისეთი აზრები დამებადოს, ან ხვალ იქნება და ჯეკპოტი დამეცეს თავზე. არა. ესე არ იქნება. თუ რამეს არ გააკეთებ, არაფერს არ შეიცვლება. თუმცა ეს უკვე ძალიან დიდი ცვლილება არის, როცა ადამიანი ფიქრობს რაღაცებზე და როცა ადამიანს შეუძლია ასეთ რაღაცებზე ფიქრი. და ამისთვის დროის დათმობა, რომ გაუმჯობესოს, ასე ვთქვათ, თავისი აზრები, გაუმჯობესოს რანაირი სიტყვა, დაალაგოს თავისი აზრები და მოწესრიგდეს, ასე ვთქვათ, გონებაში. მარტო სახლის დალაგება არ არის საქმე. ესეც საქმეა.
ხო, მოკლედ მოგესალმებით, როგორც ხედავთ, ძალიან მომნაკლებია ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა ცოტა სხვანაირად გრძნობს ეს მიკროფონი რომ ვიცი. ოღონდ მართლა გულწრფელად. ძალიან მინდა და ის რამდენი ხანი ვფიქრობდი ხა. რა ასეთი მიუღწეველი რა იყო ეს, რომ მინდოდა ეს ვარდისფერი მიკროფონი. მოკლედ, ბედნიერ დღეს გისურვებთ. მიყვარხართ ის ადამიანები, რომლებიც ასე ვგრძნობგან, აი ის სიტყვებს რომ მიწევთ და მეუბნებით და რომ მომწევთ, ეგ სხვა არის, კი სიტყვები და ვგრძნობ რომ აი რომ რაღაცა ის ემოცია მოდის და აი თუნდაც ერთი ადამიანი რომ ემოდებოდეს და ახლა დღეს რომ ჩართავს აი არხზე რომ შევა და ვიდეო რომ დახვდება და რომ გავხარდება მალე ლიკას ვიდეო დაუდია აი ეგ ემოცია დამიწერე რომელი იქნები ძალიან მინდა ვიცი ვგრძნობ ამას და ზუსტად ასე ვარ ახლა ვიცი თითქოს პირველად ვიდეოს ახალი განათება სტრიმი მინდა ძალიან მოკლედ ახლა ველოდებით ჩვენ სამართელს ჩვენი ლიკუნასთვის რომ დისკომფორტი შემდეგ მეორე დღეს რაღაცა ტკივილი და ტრაუმების ასე ვთქვათ რაღაცები ავიცილოთ თავიდან და გავაგრძელოთ ადამიანური ურთიერთობები, საუბრები და არ გავიმეოროთ ლიკუნა გესმის ლიკუნა არ გავიმეოროთ რამე ისეთი რაც გვაქვს რაც გულს გვადგენს ჩვენ თვითონ ადამიანები გვადგენენ გულთან რაღაცა ისეთი მოხდება ამისგან თავს ვერ დავისვენ ერთს მე და ალბათ სხვებს ეს ყველაფერი უნდა ყველა ადამიანი უნდა მიხვდეს იმას რომ დაკავდეს თავისი ცხოვრებით და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ყველა რომ დაკავდეს საკუთარი თავით, საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი საქმით, იმდენად რომ აღარ სჭირდებოდეს სხვა ადამიანის გარეგნობაზე, წონაზე, ცხოვრებაზე, ნებისმიერ რამეზე. და კიდევ რაც ადამიანები მოდიან, თუნდაც მე არასოდეს არ მიჩნდება აი ვიდეოებს რომ ვთავხობ, არასოდეს არ მიჩნდება ეგეთი დამოკიდებულება, ვინმე თუ აზიარებს თავის, ერთი გოგო არის ახლა TikTok-ზე, ძალიან კარგი გოგო მოცეკვავეა და ბოლო დროს ცერცებიანი ისეთი ხოჯამთაობის პრობლემები აქვს და მოკლედ ძალიან გულშემატკივრობ ამ გოგოს, ძალიან მაგარი გოგოა და კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე და აი იცით როგორი არის აი ყველა კომენტარი რომ მე თვითონაც მიყვირს ძალიან იშვიათია რომ ესე ერთხმად ადამიანები მგონი იცვლება ნეონელა და ის მესმის რომ ძალიან ბევრი ნეგატიური კომენტარები იწერება სხვადასხვა გვერდებზე მაგრამ არის ესეთიც რომ ადამიანები ძალიან კარგ კომენტარებს წერენ და ძალიან გამიხარდა და გული გამიწვა და ძალიან გულშემატკივრობ ამ გოგოს და ველოდები რომ გაიკეთებს ოპერაციას რომ ყველაფერი ძალიან მაგარი იქნება და მე იცეკვავს ისევ და რაღაცებს გააკეთებს ხო, კარგი იქნებოდა ახლა იმიტომ ახსენე ეს გოგო იმიტომ გამახსენდა რომ ამ გოგოს ვიდეოს ქვეშ კომენტარებში დავინახე ძალიან ბევრი მხარდაჭერა, დიდი მხარდაჭერა დავინახე თანადგომა, დავინახე თანაგრძნობა, დავინახე სიყვარული, პატივისცემა, ყველაფერი დავინახე. მინდა რომ შევძლოთ ყველა რომ სხვა ადამიანების მიმართაც გამოვხატოთ. ჩვენ ხო ძირითადად მაინც გამოვხატავთ სხვის მიმართ იმას, რაც ჩვენში ჭარბობს. ესე არის. ახლა გამახსენდა TikTok-ზე მქონდა სტრიმი ჩართული და სანამ ჩავთავდი სტრიმს, არც ისე კარგი დღეები მქონდა ჯანმრთელობის მხრივ, კბილები მტკიოდა, 2 კბილი ერთად და მოკლედ 2 თვე რაღაცა ისეთი გამოვიარე და საღამოს ვერ ვიცინებდი, თან კბილი მტკიოდა, ვერ ვიცინებდი, გამაყუჩებლები დავლიე და იმდენ სვამდი იმ დღეებში, რომ სულ გაბრუებული ვიყავი, ასე დროს ჩავდე. TikTok-ის ვარი, ჩემი ბიძაშვილი შემოდის, სალი შემოდის ხოლმე და
კიდე გოგოები შემოდიან და ესე თუ ვთქვათ ისეთი სტრიმი არ იქნება რაღაცა ერთმანეთში საუბრობთ, ურთიერთობთ და რაღაცნაირად ვაფრთხებთ და ვამხიარებთ ერთმანეთს და სანამ ჩავთავდი ამ სტრიმს შემდგა ვიდეო ერთი ქალბატონის, რადგან ის არის არ ვიტყვი სახელებს რა ვიცი, რომელსაც გულშემატკივრობ ძალიან მიმაჩნია რომ ძალიან ძლიერი ადამიანი არის, ძალიან ძლიერი და აქვს თავისი რაღაცა გამოხატვის ფორმები რაღაც და ისეთი სევდიანი ვიდეო შემოხდა რომ ვიტირე ძალიან შემეხო ეს ვიდეო და ამაზე იყო საუბარი რომ ჩავდე და იმ ემოციებში ვიყავ ჯერ კიდევ და თქვი და ვიღაცა მოვიდა და ისეთი კომენტარი დამიწერა მაგას შესაძლოდი რა აქვს შესაძლოდი შენ ხარ და მივხვდი რომ ადამიანი მართლა ესეა ახლა უყურეთ მე ვიგრძენი ის რაც ვიგრძენი და ვთქვი რაც ვიგრძე იქიდან გამომდინარე რაც ვნახე, რასაც მოусმინე და როგორ დამიკავშირდა მისი ემოციები მე, იმიტომ რომ მეც იგივე ემოციებში ვიყავი. ამ ადამიანმა დაინახა ჩემს ნათქვამში ის, რაც იყო თვითონ, რაც თვითონ აწუხებდა და ისე დაუკავშირდა მას ჩემი ნათქვამი, როგორც თვითონ გრძნობს. ანუ მისთვის ეს არის რომ ვიღაცა შეეცოდა. აი ვიღაცა და რეალურად ეს ვიღაცაზე არ იყო მე მის მიმართ იმ ქალბატონის მიმართ რომ გამიჩნდა ეს თანაგრძნობა ვთქვათ რომ ვიტირე და ესეთი ემოციური რაღაც გამოვხატე ამას ვერავინ ვერ ხედავდა მე ჩემთვის სახლში ვიჯექი და ვიტირე თუ რა გავაკეთე ხო ვერ იტყვის ახლა ადამიანი ეს ვიღაცისთვის არის ხო ამას აკეთებ ვერც ის ადამიანი დაინახავდა მე რომ ვიტირე ხო ეს არის ნამდვილი ბუნებრივი იგრძენი შენ სხვა ადამიანის ტკივილი, ოღონდ ეს ტკივილი შენთვის უცხო არ არის პლუს. ისედაც მიგრძნია ისეთი პრობლემის წინაშე რო დგას ადამიანი, რომელიც მე შეიძლება არ მაქვს, მაგრამ მაინც მიგრძნია. ხანდახან არ მიტა ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ისე მიგრძელდება ეს. და ამ შემთხვევაში მამაზე იყო იქ საუბარი და აქცენტი იყო მამაზე, მე ისე დავიჭირე და მამაზე საუბრობდა და ჩემთვისაც ეს თემა ისეთი არის. დანაკლისებზე რაღაც ოჯახის ხო და ეს მე მაწუხებს და ჩემთვისაც ტკივნეული იყო და არ იყო აქ ის რომ მე რა მაგარი ვარ და ამიტომ ის შემეცოდა. არა, არავითარ შემთხვევაში. ხო, ამიტომ ვამბობ რომ ეს თუნდაც არასასიამოვნო ემოციის გამოხატვა აუცილებელია. ეს არის ჯანსაღი, როდესაც ადამიანს შეუძლია განცდა ემოციის და არა ის რომ რაღაცა სხვა სახელი დაარქვა. იმისთვის შეწოდება იყო და ჩემთვის იყო თუ კი შეწოდება დავარქვათ, მაშინ პირველ რიგში საკუთარი თავის შეწოდება, ხო? ჭყალებში. თორე არ ვფიქრობ რომ ეს იყო შეწოდება, ეს იყო განზიარება. თანაგანცდა, იმიტომ რომ მეც ვიცი ჩემთვისაც არ არის უცხო ეს ტკივილი და ეს ადამიანი ჩემთვის მოტივატორია, გარდა ამისა. მე არ ვთვლი რომ მასზე რაღაცით მეტი ვარ. შეიძლება ვფიქრობდე რომ ის ჩემზე ძლიერია, ჩემზე წარმატებულია, ჩემზე ხო რაღაცაში ჩემზე კარგი არის და ამაში ცუდ საერთოდ ვერ ვხედავ პირიქით. ასეთ ადამიანებს უნდა მიუბაძოთ და მე არც არავის არ ვარიგებ ჭკუას სიტყვაზე, მაგრამ გულშემატკივრობ, იმიტომ რომ მეც დავინახე მაშინ რაღაცა რაც ჩემთან კავშირში არის და ამიტომ. ხო ეს მინდოდა მეთქვა, რადგან ყველა ადამიანმა იცოდეს რომ ის, რასაც შენ განიცდი და ფიქრობ, როცა სხვა ადამიანს უსმენ და უყურებ, ეს არის პირველ რიგში შენ. 95% შენ. ის 5% რისით კონსიგინდოდა რამე საკითხზე რაღაცა ეგ შეიძლება, მაგრამ ის ემოციები, ის თუნდაც ამ ქალბატონმა მე ძალიან გულსვლელად გავიცადე მისი მდგომარეობა, რომელიც ასევე
ჩემსაც გავდა სიტყვაზე, რაზეც საუბრობდა და ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩვენ ახლა ერთად ვიტირეთ, ის რო ტიროდა და ალბათ ადამიანი ვიდეოს რო იღებს, რო ყვება გულწრფელად, იმ მომენტში როცა განიცდის მართლა, უკვე მერე კი არა, როცა უკვე ჩაიარა, მერეც შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ის ადამიანი მზად არის იმისთვის, რომ იმ მომენტში ჩართოს კამერა, იტიროს, გულიდან ამოსული სულიდან ამოსული ეს სიტყვები გითხრას, გაგიზიაროს თავისი ტკივილი და ცრემლებიც დაგანახოს და ის მდგომარეობაც რისთვის? იმისთვის, რომ რა? მას ჭირდება ეს თანაგრძნობა, მას ჭირდება რომ იყოს მოსმენილი, მას ჭირდება რომ იყოს გაგონილი, მას ჭირდება რომ მისი ტკივილი იყოს გაზიარებული. ამისთვის და ზუსტად ეს მოხდა ჩემს შემთხვევაში. ძალიან ბუნებრივი იყო უკურიაქცია და მეც განიცადა იმ ადამიანთან ერთად ეგეთი შეგრძნება მქონდა. ხო, აი ეს არის განსხვავება, რომ მე როგორი რეაქცია მექნება და როგორ გამოვხატა, მე იმ ადამიანისთვის არ დამიწერია, რატო ტირი ხარ, არც გამიფიქრია. და არც დამიწერია, რა თქმა უნდა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც კომენტარებს წერს და რასაც წერს, ეს არის ის, რაც მის თავს ხდება. და როგორც გამოხატავენ ამას. მე არ ძალიან მაგალითად ახლა მივიდე ისეთ ადამიანებთან, რომლებიც აბსოლუტურად სხვაგან არიან და მე არ მეხება არანაირად მათი მდგომარეობები, იმათთან მე არ დავრჩები და არ დავწერ კომენტარებს. ამიტომ ყოველთვის იცოდეთ, რომ მარტო ის ადამიანი, რომელსაც კომპლიმენტს ეუბნებით, კარგ სიტყვებს ეუბნებით ან პირიქით, ის ადამიანი არა, პირველ რიგში ეს თქვენ ხართ. ეს თქვენი კომპლიმენტიც არის, ეს თქვენი კარგი სიტყვებია. ეს თქვენი თუ თქვათ ნეგატიური რამე არის, თქვენი ნეგატიურიც არის. ხო, ეს. ამიტომ ძალიან გთხოვთ რაღაცის გაკეთება კიდე გააკეთეთ დღეს. ახლა და თუ ვერ შეძელი, მეც მქონია ბევრჯერ დღეს გააკეთებ უთხარი ჩემ თავს, მაგრამ ეს იყო გონება. ჩემი ემოცია არ იყო ამისთვის მზად. ამიტომ თუ იგრძენი რომ ემოციურად და თქვათ შენი ფიქრებითაც, აი დღეს რაღაცა პატარა ხელისწაბლა გჭირდება, როგორც მე მაგალითად გუშინდელმა ორმა ვიდეომ და ასევე ბოლო დროს რამოდენიმე ადამიანის მონატრებებმა და სიტყვებმა რაღაცნაირად დამაფიქრა და იქნებ რომ მოვიდა. ოთან ველოდებოდი, გუშინ მოვიდა ჩემი განათება მიკროფონი, ეს რაღაცები მჭირდებოდა იმისთვის, რომ ცოტა მოტივაცია მომცეს. ხო, ეს ახლა არ დავტკი სპონტანურად, მაგრამ ვაპირებ, რომ რაღაცა კუთხე მოვუძებნო. ამ რაღაცების დამალვა მომიწევს ხოლმე, რომ ურჩები, თქვათ, ჩაწერას და რაღაცას, ეს დისკომფორტი მექნება, რომ ავიღო და თქვათ, შევინახო განათება და ის, იმიტომ რომ ბავშვები სულ ხელს კიდებენ და ჯერჯერობით ვერ მივახციე იმას, რომ პატარებს აუხსნა, რომ ამას ხელი არ მოგიტან. დაველოდოთ ცოტა კიდე. არ ვიტა რომ ამის გამო ვეჭყობო ბავშვებს ან რაღაც არ შემიძლია, აზრიც არა აქვს. ხო. ამიტომ ძალიან მომინატრა ვიდეო, კამერა, მომინატრა საუბრები, ყველაფერი მომინატრა და მოვიდი. მადლობა. მინდა გითხრა, რომ ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან კარგი ხარ. და შენი მინუსები რა თუ გაქვს და შენ იცი რომ ეს არის შენი მინუსი, რომელიც შენ ხელს გიშლის, შეგიძლია პლუსად გადააქციო. მაგალითად, მე ახლა რა გავაკეთე? სევდიანი თვალები, იმდენჯერ გავიგე ბოლო დროს მეთქი. ერთი გოგო არის Facebook-ზე გამოწერილი ყავს და TikTok-ზე გიშტები ამ გოგოზე, ქერა გოგო არის, ვისაც შეგხვედრიათ, აი ძალიან იშვიათად რა ესე მთლიანად გულში ჩამივარდა, იგრძნობა ხაც რომ ვახსენებ, ეგრევე მოდის მისი ენერგია ჩემთან. მქონდა განცდა რომ ვუყურებ მის ვიდეოს, როგორ საუბრობს, აი ხმა, სიტყვების წყობა, შინაარსი, როგორი ფორმით აკეთებს ამას და რანაირად ხეოვნები ხოლმე ჩემთავს, რომ აი ესე ხარ შენ ლიკა, ესე ხარ შენ, ჩემ თავს ხედავ იმ ადამიანში, მიუხედავად იმისა, რომ ხვდები იმას მეტი შრომა აქვს გაღებული იმისთვის, რასაც აკეთებს, მაგრამ
ხო, ეს არის პოტენციალი, რომელიც შიგნიდან უკავშირდება იმ თავის მსგავს და ბედნიერად გრძნობს თავს. ძალიან გთხოვ დავუკავშირდი შენს შიგნით, შენს სურვილებს, ოცნებებს და არა უშავს თუ ასეთ ოთახში. როცა დავიწყე ვიდეოების გადაღება, წითელი ფერი ჭარბობდა ყოველთვის ჩემს მაკიაჟში. შეიძლება ბევრ ადამიანს არ მოსწონდეს. მე ძალიან მომწონს და როგორ მოხდა გეტყვით. ადრე სულ ხომ მეუბნებიან წითელი ლოყები, ახლა ცოტა გავაფერადე, ოდნავ რაღაცა BB კრემი მისვია, ტონალური არ მაქვს საერთოდ. და ოდნავ რომ ძალიან თქვათ როდის არის ხოლმე ეს სიწითლე, ამ სიწითლეზე მე ვისაუბროთ, ცალკე თემა არის მოკლედ, მაგრამ ძალიან გამოხატულია და ძალიან თვალშისაცემია და ხშირად მიკეთებენ კომენტარს ამაზეც. ანუ ეს გარეგნობის თემა არის ყოველთვის მნიშვნელოვანი, როცა ვიდეოს წერი, რომ როცა გეუბნებიან ერთი და იგივეს ის მოქმედებს და ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ვიმუშაოთ, რომ ეს აღარ მოქმედებდეს. ხო და წითელი ბანკარი მაქვს და ჩავიხატე ესე და მე მგონი არც ისე სევდიანად გამოვიყურებოთ ეს და თუ ბრჭყალებს აცრემლებული ხნამდად არ მიტყია, იმედი მაქვს არ ვიფიქროს რომ ვიტირე. დილის 5 საათზე, თუმცა მიდერია დილის 5 საათზეც არ არის პრობლემა, მაგრამ დღეს არა. ხო და ემოციების განცდა არ არის სირცხვილი, არც ტირილი, არც ტკივილი, არც არ არის ეს გასაკვირი, ეს არის ძალიან ჯანსაღი და ბუნებრივი, როცა შეგიძლია განცდა ემოციის. აუცილებელია, რომ განიცადო. ჯობია დაიტანჯო იმ მომენტში, დაიტანჯო ბრჭყალებში იმ რაღაცით, ვიდრე დაიგნორო, დაბლოკვა კიდე, რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რასაც ბლოკავთ. რისთვისაც მზად არ არის ჩვენი ფსიქიკა, თუნდაც ბავშვობის რაღაცეები, ყველას გვაქვს, ყველა ადამიანს აქვს, იმიტომ რომ იმის შეცვლა არ შეიძლება. მხოლოდ ისეთი მომენტი დადგება, როცა შეიძლება დამოკიდებულება შეცვალო. აი, რაღაცა გარდაიცვალა, რაღაცა მოკვდა და ამას არაფერი არ ეშველება. ზუსტად ესე, ის არის წარსული, თუმცა ჩვენს სხეულს ყველაფერი აქვს დამახსოვრებული, ჩვენ რაც არ გვახსოვს, ჩვენს სხეულს ძალიან კარგად ახსოვს და ამიტომ გვაქვს ხოლმე რაღაცა რეაქციები სხვადასხვა მოვლენებზე, სხვადასხვა ადამიანების სიტყვებზე, დამოკიდებულებაზე და ეს მტკივნეულად აისახება. უკავშირდება მოკლედ ყველაზე ისეთ კოცნობიერს, რომელიც სადღაც შორს არის, თითქოს მაგრამ ჩვენთან არის. ხო და მოკლედ ამ გარეგნობაზე კომენტარებს რო აკეთებენ რაღაცა, ეს ყოველთვის შეიძლება იყოს რაღაცა მოტივაციის ხელშემშლელი. ის მოტივაცია რაც გაქვს, უცებ შეიძლება რომ ჩააქროს, მაგრამ ვეცადოთ რომ პლუსად გადავაქციოთ. რა ვქნათ ახლა, ვინც ძალიან გადაბრანჭულია და ვინც ძალიან კარგად უვლის თავს, სრული ამ სიტყვის კარგი გაგებით ვამბობ, იმათ ისეთ ცუდ კომენტარებს უწერენ ხოლმე, ვინც ვერ ახერხებს, მოდი ესე ვთქვათ, გაიღვიძა მაგალითად ფილმ, ხო და მოკლედ ჩემო კარგებო. ყველას მოეძებნება ნაკლი, ყველას სჭირდება რაღაცის შეცვლა, სჭირდება უნდა რაღაცის შეცვლა, სჭირდება არ ვიცი. ამიტომ აღარ ვიფიქროთ იმაზე, ვის რა მოეწონება და ვის არ მოეწონება, შენი გარეგნობა, ჩემი ვარსკვლილობა, არ ვიცი, ჩემი წვირის ფორმა, სევდიანი თვალები, ან წითელი ლოყები. ხო და ეს წითელი ჩემო ამაზე ფერია. ახლა იცით რაზე ვფიქრობ, ჩიტების ჭიკჭიკი მესმის გარეთ, როგორ მიყვარს დილით. აი ის გზა, რომელსაც ბავშვებს ვაცილებ სკოლაში, მერე მივდივართ ბაღში და დილის ქუჩები აქ ძალიან მიყვარს. პირველად არის სხვადასხვა, რომ მე ხშირად მომწია გადასვლა
სხვა სახლში და აქ ესეთი განცდა მაქვს, რომ რაღაცა პერიოდი რომ მინდოდა გადასვლა, უკვე აღარ მინდა. აქედან პირდაპირ ჩემს სახლში მინდა გადავიდე. ასეთი განცდით ვცხოვრობ აქ და ეს ქუჩები შემიყვარდა ძალიან, რომ ვიცი რომ არ გადავალ ჯერჯერობით, არ ვაპირებ გადასვლას და ხო, ესე ბედნიერ დღეს გისურვებ ყველას. ეს არის 16 აპრილი. დღეს ჩემი ბებიას დაბადების დღე არის და დედიკო იქ არის, წავიდა ბებოსთან და იმედი მაქვს, რომ ორივე ერთად ჩამოვლენ. და მე არ ვაპირებ საერთოდ გადავიღო ბავშვებს ან რაღაცა ესეთი ვიდეოები გადავიღო. მინდა რომ ლიკა მეგრელი შემოიფარგლოს თავისი თავით და თავი დაანებოს სხვებს. აი ესე ვთქვათ. მაგრამ რაღაცა გამონაკლისს გავაკეთებ ისე ასე ვთქვათ, სამახსოვროდ მინდა ძალიან ჩემთვის, აი ჩემი გულისთვის და წლები რო გავა მერე რომ მქონდეს ესეთი ვიდეო ამისთვის. ერთი ვიდეო, ის მეტად არ შევაწუხებ არავის. ხო და დედიკო აქ რო იყო იმდენი, იქით მიდიოდა, აქეთ მოდიოდა, მერე დეიდასთან წავიდა, მოკლედ ძალიან ცოტა დრო არის, როცა ადამიანი ჩამოდის ადამიანი, რომელიც 5-6 წელი არ ყოფილა საქართველოში და სხვა ქვეყნიდან ჩამოდის, სწრაფად გადის დრო, მერე ვერ უთმობ ყველას იმ დროს და მოკლედ ხო, კიდე ბევრი რამე მოასწრო. ხო და ამიტომ ესე მივუწევ ჩემს ბაბას დაბადების დღეს ახლა დავრეკავ დილიდან. ბედნიერი დღე ყველას მოგიკითხავთ და იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად ისმის ჩემი ხმა და გამორთული არ იყო არც ერთხელ დავამონტაჟებ ამ ვიდეოს და უკეთესი და უკეთესი ვიდეოები გვექნება. მინუსები გადავაქციოთ პლუსად. ბედნიერი დღე, მიყვარხართ. და ხო, მინდა იცოდე, რომ ძალიან ლამაზი ხარ და ძალიან კარგი ხარ. ძალიან კარგი ხარ. გახსოვდეს.